ამ ტრამპთან დაკავშირებით წავიდა ნუ დეზინფორმაციები, Facebook-ი აფეთქდა ტრამპი, ისე ხალხო. ჩვენ ესეთი გაიგეთ ერთი რამე, რომ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა, რომ ის სიბინძურისგან გაწმიდოს, რაც დაგროვდა დემოკრატების ხელში. და ტრამპი არ აურჩევია არც უკრაინელ ხალხს და არც ქართულ ხალხს. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენ ქართველებს და უკრაინელებს, რომ ტრამპი არის არა გარანტია, არამედ შანსი. ნახეთ, გარანტია არ არის, შანსი. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, ხალხო. AI-ის ეპოქაში, ChatGPT-ის ეპოქაში შეგიძლიათ გადაამოწმოთ ნებისმიერ ინფორმაცია, რომელიც გინდათ, არის ფასიანები, არის უფასო მომსახურება, ყველაფერი უნდა გადავამოწმოთ, ხალხო, ჩვენ ვარ დეზინფორმაციული ვაკუუმის ველში. მარტო მე ვარ სწორი ინფორმაციის მომწოდებელი. მე. დონალდ ტრამპს დაწერილი აქვს 10 წიგნი. აქედან არის რამოდენიმე ბესტსელერი, მაგრამ მისი ყველაზე დიდი ბესტსელერი არის 87 წელს დაწერილი წიგნი გარიგების ხელოვნება, სადაც ის აღწერს სხვადასხვა ტაქტიკებს, როგორ უნდა მოელაპარაკო მოწინააღმდეგეს და ასე შემდეგ. და მისი ერთ-ერთი ცნობილი სვლა არის false concession, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ ჯერ უთმობ მოწინააღმდეგეს რაღაც, შედიხარ დობაში, უთმობ და მერე არ ტყავდა. დააცადეთ ამ კაცს. ხო და მე გთხოვთ თქვენ, გეყოფათ ამ კაცის ლანძღვა გინება რა. ეს კაცი არის გენიოსი, დამიჯერეთ რასაც გეუბნებით და აქციებზე უფრო მეტი ამერიკის დროშები, ტრამპის ფოტოები, უფრო მეტი დამიჯერეთ. ხო, უბრუნდები, შეწყვიტეთ ტრამპის გინება მეგობრებო რა. განსაკუთრებით NGO-შნიკებს მიუმართავ. გასაგებია რომ გადაგიკეტათ არხები, ფინანსური არხები, მაგრამ დააცადეთ ამ კაცს. ჯერ ერთი ყველანი უჯერებს CNN-ს, Washington Post, New York Times, პოლიტიკოს, ესენი არიან კორუმპირებული მედია საშუალებები, რომლებიც ექვემდებარებიან დემოკრატებს და რომლებიც აშავებენ გამუდმებით ტრამპს, მის ადმინისტრაციას, ამერიკელმა ხალხმა ეს უკვე აღარ ჭამა, ბევრი უკვე აზმოვიდა, ამათ აქვს ძალიან ბევრი სასამართლოები აი ამ მედია საშუალებებზე გაკოტრების პირზედ განენ. ამიტომ ნუ უსმენთ მაგათ რა. მე მომისმენთ. ვაიმე, ამერიკა იხდიდა ნატოს ბიუჯეტის 80%. 80%. ესეც რო გახსოვდეთ.